გამარჯობათ მეგობრებო, თქვენთან არის MetroCraft HD და როგორც წინა ვიდეოში შეგპირდით, გასწავლით როგორ უნდა გადმოვწეროთ ბანდიკამი და როგორ უნდა გავასწოროთ ის ხმები, გავასწოროთ რა ხმებით ასეთი რაღაცები როგორ დავუყენოთ. დავიწყოთ ის შევიდეთ ნებისმიერ ბრაუზერში და აქ ჩავწეროთ bandicam donald. ამოაგდებს ამას უნდა დააჭიროთ bandicam free donald. ეს გამოწერილი ლინკი იქნება აღწერაში, დააჭერთ donald bandicam. შემდეგ აქ ასე დაეწერება, შემდეგ ჩაგიგდებთ ამ ადგილას, ამ ადგილას, აგერ ასეთ ადგილას. ცოტა ხანი და ალბათ მეც მალე ჩამიგდებს. უკვე ჩემთან გადმოიწერა, თქვენ კომპიუტერში ძალიან მალე გადმოიწერება. მე ახლა აღარ დავაინსტალირებ, და კარგი განახეთ რომ უნდა დაინსტალირებთ. ეს არის ლინიები, რა თქმა უნდა ყველა ქართულს აირჩიეთ, იმიტომ რომ ყველა ქართველები ხართ ალბათ. დააჭერთ OK-ს, შემდეგ ვეთანხმები ამას. ეს არაფერში არ დაგჭირდებათ. შემდეგ და უკვე დაიწყებს დაინსტალირება, შემდეგ მიცემთ finish თუ ინგლისურზე დააყენებთ. და გამოიწერება bandicam. და დააგდებს დესკტოპზე, კარგი. ახლა კი გეტყვით თუ როგორ უნდა გავასწოროთ ის. კარგი, ამ ეკრანს ბოლომდე გავადიდებ, ასე. ეს არის. გამოიწერება და ჩართავთ. ესეთი იქნება. შემდეგ ახლა აქ ვიდეოს დააჭერთ, ეს არის მე მაქვს დაყენებული. ეს თავიდან არ იქნება მონიშნული, მაგრამ თქვენ უნდა მონიშნოთ. აქ თავიდან ეწერება F12, აქ კი აღარ მახსოვს ზუსტად. ასე მონიშნოთ და მე მაგალითად ნულიანზე მაქვს დაყენებული, ესე იგი დააჭერთ ნულიანს და მოგინიშნოთ, როცა ვიდეოს გადაღება გინდა, დააჭერთ ნულიანს, დაიწყება აქ ვიდეოს გადაღება. ეს არის აქ მე წერტილზე მაქვს, წერტილს როცა დააჭერთ დასტოპება არის და ისევ წერტილს როცა დააჭერთ გაგრძელება. ახლა გამართვა, ამას თუ მონიშნავ, თქვენი სახე გამოჩნდება, მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემი სახე გამოაჩინო. არა ვარ მახინჯი, მაგრამ ხმას. თქვენთან თავიდან ამაზე იქნება მონიშნული, მაგრამ მე რომ ამაზე მოვნიშნო, ახლა ხმა შემდეგ აღარ იქნება, ამიტომ არ ვიზამ. შემდეგ ამაზეც იქნება. და ეს თუ გინდათ 100%-ზე არ აუწევთ, მაგრამ სხვის ვინც უყურებს, იმის დინამიკებში დიდი ხმა არ იქნება. რა თქმა უნდა, თუ არ აუწევს, ეს იყო ჯერ ხმა, შემდეგ ეს არც არაფერს დაგჭირდებათ, თუ გინდა მონიშნეთ, არ ვიცი რა არის. ეს ლოგოები არის, მაგრამ არ ვიცი რომ უნდა გამოიყენოთ, ეს არის ეფექტები. მაგალითად მე რაცა მაქვს მაუსის მწვანედ შემოყოლებული რგოლის ფერი. შემიძლია ნებისმიერ ფერი დავაყენო, მაგრამ მე მაინც მწვანე მომწონს. ეს არის თაგვის დაწყობილების ეფექტების დამატება. შეიძლება რომელიმე არ იცით რა არის თაგვი. თაგვი არის მაუსი, იგივე მაუსი ქვია ინგლისურად, ქართულად კი ქვია თაგვი. შემდეგ ეს არის მარცხენა წკაპის ფერი. ესე იგი, როცა მარცხენა ღილაკს დააჭერთ ამას, გამოჩნდება წითლად, ხოლო როცა მარჯვენას დააჭერთ, გამოჩნდება ლურჯად. ასე მაქვს მონიშნული. შეგიძლიათ გადაასწოროთ, ამას დააჭერთ და გადაასწორებთ. ეს არის მაგალითად მომართვა, ჩვეულებრივ ზოგადი ეს უბრალოდ მე ასე მაქვს დაყენებული. და უნდა მიცეთ დიახს. შემდეგი არის ქვევით.
აი დააჭერთ ის ამას, თუ გინდა გადაიღებთ MP4-ით, თუ გინდა ავით, მაგალითად მე MP4-ით ვიღებ, ეს სრულ ზომაზე უნდა დააყენოთ, თუ გინდა მთელ ეკრანზე გადავალოს. შემდეგ, აქ მაქვს მე 120 FPS-ზე დაყენებული, რავი მე ასე მინდა, აი ეს არ ვიცი რა არის, კოდეკი აწერია. აი აქ ხარისხი მე ასე მაქვს დაყენებული, იმიტომ რომ კარგი ხარისხი ჰქონდეს. აი ესენი ამას გაანებეთ, თავი არაფერს არ დაეჭიროთ და აი ასე. всё, აი გასწორდა თქვენი ბანდიკამი ნებისმიერი რა. და რავი, დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში ზუსტად არ ვიცი რას გადავიღებ, მაგრამ ბოდიში ეს მომნიშნია. მაგრამ შეიძლება Minecraft-ი გადავიღო და ზუსტად არ ვიცი რა. აი დროებით რასაც დაწერთ ვაიმე ბოდიში კომენტარებში, აი იმას გადავიღებ. ახლა GTA 5 და ასე არ დაწეროთ, იმიტომ რომ ჩემი კომპიუტერი მაგას ვერ გაუძლებს, მხოლოდ და მხოლოდ აი მე მაქვს Minecraft-ი, აი აქ მაქვს, აი Minecraft-ი. და შემიძლია Minecraft-ი გადავიღო მხოლოდ და მხოლოდ ეს თამაში. და დროებით რა თქვენ და ერთად იყო Metrocraft HD.